Am ქვებმა ქართული დამწერლობის ისტორიაში შესაძლოა რევოლუცია მოახდინოს. არ არის გამორიცხული, რომ ნეკრესის ნაქალაქარში აღმოჩენილ 7 საფლავის წარწერებს უძველესი ქართული ხელნაწერი სტატუსი მიანიჭონ. არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის დასკვნით სამარხებზე დატანილი წარწერები წარმართულ ხანაშია შესრულებული. თუ ეს აღმოჩენა დამტკიცდება, გაირკვევა, რომ ქართული დამწერლობის პირველი ძეგლი ძველი წელთაღრიცხვის პირველ-მეორე საუკუნეებში, ანუ ქრისტიანობის გავრცელებამდე არსებობდა. ეს საფლავი ნოშესი და ბავასი. ნოშეს და ბავად სახელები ადამიანს. საკუთარ დასკვნას მეცნიერი ნოდარ ბახტაძე ორი არგუმენტით ამყარებს. პირველი, ეპიტაფიებზე ქრისტიანული სიმბოლიკა დატანილი არ არის და მეორე, სამარხებში ადამიანები არაქრისტიანული წესით არიან დაკრძალულები. ყველაზე ძლიერი არგუმენტი არის ეს, რომ საფლავში აღმოჩნდა საფლავები, რომლებიც არის არაქრისტიანულად დაკრძალული. კრემაციულიც არის, ანუ კრემაცია ხდებოდა და ურნაში ათავსებდნენ და იქ არის მოკუნტულ პოზაში, ესე იგი, გვერდზე მოხრილად წარმართული წესით დაკრძალული ეს მიცვალებულები. ეს უბრალოდ არის საბუთი, მეტად ანგარიშის გასაწევი საბუთი არის ეს ქვები იმის სასარგებლოდ, რომ ქართული დამწერლობა უკვე არსებობდა მე-4 საუკუნეში და წინ უსწრებდა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად აღიარებას. ეს არის ანტიკური ხანის ნეკრესის ნაქალაქარი, სადაც ბახტაძის ხელმძღვანელობით არქეოლოგებმა უნიკალურ სიძველეებს მიაგნეს. საკუთარი აღმოჩენის დასამტკიცებლად მეცნიერი ექსპედიციის გაგრძელებასა და სამეცნიერო კვლევების დაფინანსებას მოითხოვს. ამ თხოვნას ბახტაძის თანამოაზრე ისტორიკოსებიც უერთდებიან. ვარაუდობენ, რომ ნაქალაქარის ქვეშ კიდევ ათეულობით მსგავსი ეპიტაფია ინახება. ეს თვითონ ყველაფერს სხვას რო დავანებოთ, არის სრულიად უნიკალური შემთხვევა და მარტო ეს ფაქტი იძლევა იმის აუცილებლობას, რომ გაგრძელდეს იქ არქეოლოგიური გათხრები. თუ დასაბუთდა ის, რომ ქართული დამწერლობა შეიქმნა მაშინ, როდესაც ქართული სახელმწიფოებრიობა უკვე არსებობდა ქრისტიანობამდე, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება მეცნიერებისთვის. მრავალწლიანი სამეცნიერო კვლევის მიხედვით საუკუნეებია უძველესი ქართული ხელნაწერი სტატუსით პალესტინაში აღმოჩენილი და მე-5 საუკუნის 30-იანი წლები დათარიღებული წარწერა სარგებლობს. ამიტომ ნეკრესის აღმოჩენა უკვე გახდა მეცნიერებს შორის დავის მიზეზი. იულონ გაგოშიძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ნოდარ ბახტაძის დასკვნას არ ეთანხმება. გაჩვენებ წარწერებს, რომელზედაც ძალიან ძველ წარწერებს, სადაც საერთოდ ეპისკოპოსია დამარხული და არ არის ქრისტეს სიმბოლიკა. თან კიდევ იქ წარმართული წესით არიან დაკრძალულები, იგივე თქვა მოხრილ პოზაში და არის აგრეთვე კრემაცია. პოზაში მე-5 მე-6 საუკუნეებში მოხრილ პოზაში იგრძელებოდნენ ხოლმე. აგერ არის მაგდეის არქეოლოგიური საბუთი მაგას არ აქვს. ნეკრესის ნაქალაქარში აღმოჩენილ ეპიტაფიებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოშიც იცნობენ. ექსპედიციის დასაფინანსებლად ვაჩეიშვილის უწყება მყარ არგუმენტებსა და შესაბამის კონცეფციას ითხოვს. სამუშაოები რო გაგრძელდეს, ამისათვის საჭიროა სწორედ იმ მეცნიერებმა, რომლებიც აპირებენ სწორედ მის შესწავლას, დადონ ის კონცეფცია თუ რას სწავლობთ, რა უნდა გაითხაროს, რას უშვებით იმ გათხრილ ნაწილს მერე რო გავთხრით, უნდა განისაზღვროს მისი ხარჯთაღრიცხვა. ესე არ ხდება, რომ მოგვინდეს რაღაცის გათხრა, გავთხაროთ ის და უპატრონოთ მივატოვოთ. ძველი წელთაღრიცხვით მე-1 საუკუნეებში მეფე ფარნაჯომის მიერ დაარსებულ ნეკრესის ნაქალაქარში ექსპედიცია 1984 წელს დაიწყო და 2003 წელს შეწყდა. მრავალწლიანი მუშაობის შედეგად არქეოლოგებმა წარმართობის დროინდელი ტაძარი, ქალაქის ზღუდე, მარნები და სხვადასხვა ჭურჭელიც აღმოაჩინეს. ბოლო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული აღმოჩენა 7 ეპიტაფია კი უკვე ეროვნული მუზეუმის ფონდშია და მეცნიერულ შესწავლას ელოდება.